როგორ შეიძლება სიტყვით გადმოვცეთ მანდარინის სურნელი? ან როგორ შეიძლება ავხსნათ სიტყვით სტაფილოს გემო ან გულის კანკალი, რასაც ახლა ვგრძნობ. ადამიანისთვის, ვისაც ეს არ გამოუცდია, ინტელექტუალურად, გონებრივად, წარმოუდგენელია ამის გაგება. სიტყვა ძალას იძენს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის შემოდის ჩვენს სხეულში, ანუ განსხეულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, ჩვენ ცხოვრობთ ამ ნათქვამს, ანუ განვიცდით. ჩვენ უბრალოდ კი არ ვისმენთ, არამედ ვგრძნობთ. რაც საკმაოდ რთული პროცესია. ამისთვის საჭიროა სიტყვას ჰქონდეს მოჭიდების ძალა ადამიანების გულში. ზუსტად ისე, როგორც ავტომობილის საბურავები მოეჭიდება ხოლმე ყინულს, რომ არ დასრიალდეს. სწორედ ამ დროს, როდესაც მოჭიდების ძალა სიტყვას აქვს, იხსნება გული და ირთვება ის, რისიც ყველა ჩვენ ძალიან გვეშინია. ეს არის მოწყვლადობა, სენზიტიურობა. ეს სისუსტედ, რაც აღიქმება ხოლმე როგორც წესი. მოწყვლადობა არის სწორედ ის მიწა, სადაც სიტყვა იწყებს ეს ფესვების გადგმას და გადის მთელ სხეულში. ანუ შენი სხეულის ყველა უჯრედში რომ შეიგრძნობ იმ სიტყვის ძალას და ენერგიას. დაახლოებით ესეთი რამ ხდება. ეს ნიშნავს დაახლოებით შემდეგს, როდესაც ვამბობთ, მე მზად ვარ ვიგრძნო, რაც არ უნდა ტკივნეული იყოს ეს. მოკლედ, ერთ რამეს მივხვდი, რომ სიტყვას აქვს ენერგია მხოლოდ იქ და იმ სივრცეში, სადაც ადამიანები მზად არიან, რომ ეს მოისმინონ. ჩემი სახელია მაია. ერთი მხრივ გახლავართ დიპლომირებული, სერტიფიცირებული საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე ფსიქოლოგი და მეორე მხრივ არანაკლებ მნიშვნელოვანი, ჩვეულებრივი, ტრავმირებული ადამიანი უამრავი სულიერი ტკივილით, ჭრილობით, უკანასკნელი 6 წელი ინტენსიურ ფსიქოთერაპიაში. დიახ, ფსიქოლოგი ფსიქოთერაპიაში. ახლაც ფაქტობრივად ერთ-ერთი ფსიქოთერაპიული ჯგუფიდან მოვფრინავ ფაქტობრივად პირდაპირ აქ მოვედი თქვენთან და ჩემი სიტყვაც უკავშირდება ამ გამოცდილებას. მოკლედ აქ ახლა ამ სცენაზე შევეცდები, რომ ეს მანდარინის სურნელივით გავაზიარო ის, რაც გონებისთვის ძალიან რთულად ასახსნელია და ის ემოციური გამოცდილება, რაც სხვადასხვა თერაპიული პროცესების დროს მე როგორც ადამიანმა და არა როგორც დიპლომირებულმა ფსიქოლოგმა მივიღე, რაღაცნაირად ამ 20 წუთიან სიტყვაში მოვატიო და გაგიზიაროთ, გაგრძნობინოთ, ნახოთ რა გამოგვივა, მოკლედ ცადოთ. იცით, რომ არსებობენ სიტყვები, რომლებიც უბრალოდ გვესმის, არსებობენ სიტყვები, რომლებიც გვცვლიან. ალბათ დაფიქრებულ ხართ რაღაც კონკრეტული სიტყვები ან ფრაზები შემოსულა თქვენში დარჩენილ და აი რაღაცას გულის კუნჭულში რაღაცა ენერგეტიკულად თითქოს გიცვლის. როდესაც გერმანელ ფსიქოლოგს ბერტ ჰელინგერს კითხეს, როდესაც სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, რომელი გზაა ყველაზე შორი სამხრეთ აფრიკაში, მისი პასუხი იყო უცნაური. ეს არის გზა ჩვენი გონებიდან ჩვენს გულამდე. არსებობს სამი სიტყვა, რომელიც აი ამ დიდი და გრძელი და მტკივნეული გზის გავლაში გვეხმარება. ეს არის ის სამი სიტყვა, რასაც დღეს გავაზიარებ. ამ სამის ერთი შეხედვით ძალიან მარტივი სიტყვებია, ყოველდღიურობაში ყველა ვიყენებთ. ხოლო მაშინ, როდესაც ამ სიტყვებს სწორად ვიყენებთ, ფაქტობრივად ისინი ხდებიან შინაგანი ნაბიჯები აი ამ მოძრაობაში, როგორ მივიდეთ ჩვენი გონებიდან გულამდე და ესენი გვეხმარებიან მიგვიყვანონ იქ, სადაც ყველა ვეძებთ მისვლას საკუთარ თავში, შიგ სახლში, საკუთარ თავთან. პირველი სიტყვა არის დიახ. ანუ ცხოვრების მოძრაობა იწყება თანხმობით, რეალობის მიღებით. ერთ შეხედვით მარტივი სიტყვა 300-სგან შედგება, თვისაც გვეზარება შეგვიძლია ვთქვათ უბრალოდ კი, 200 შემდგარი სიტყვა. ერთ შეხედვით ძალიან მარტივია ამ სიტყვის თქმა. მეორეს მხრივ გაგიზიარებთ და გეტყვით, რომ ძალიან დიდხანს ვერ ვამბობდი კის. ეხლა როგორია უთხრა დიახ თერაპიული პროცესის დროს საკუთარ ტრავმებს, საკუთარ წარუმატებლობას, საკუთარ შეცდომებს, საკუთარ შიშებს, ადამიანებს, რომლებიც ტკივილით შემოდიან შენ ცხოვრებაში და გიტოვებენ კვალს. საკმაოდ რთული პროცესია. უთხრა დიახ, კი. რთული იყო ეს პროცესი.
არა უფრო მარტივია, იმიტომ რომ არას თქმით თითქოს რაღაცნაირად თავს ვიცავთ ამ სასტიკი და დაუნდობელი რეალობისგან, მაგრამ ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის. აღმოვაჩინე თერაპიის დროს, რომ არას თქმით რეალობას ვერ ვცვლით. უბრალოდ ვშორდებით რეალობას. რაც უფრო მეტჯერ ვამბობთ არას, შეუძლებელია, გამორიცხულია ეს, მე არ უნდა დამემართოს, არა, მე ამას ვერ მივიღებ. რაც უფრო ბევრჯერ ვამბობთ არას, მით უფრო მეტად ვშორდებით რეალობას. რაც უფრო მეტად ვშორდებით რეალობას, მით უფრო მეტად ვშორდებით საკუთარ თავს და ეს გზა ცხოვრების მოძრაობა გულიდან, ბოდიში, გონებიდან გულამდე ფაქტობრივად ჩერდება. ვარსებობთ. არსებობის ფორმატში გადავდივართ. მაგრამ თითქოს რაღაცა ნაკადი ენერგიის ჩერდება. ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში დაიწყო, როდესაც ვისწავლე კის თქმა. მარტივი არ იყო, საკმაოდ რთული პროცესი იყო და ეს დაახლოებით ესე ჟღერდა. შეგიძლიათ თქვენც მოცადოთ, არ დამიჯეროთ სიტყვაზე, მეც არ მიჯეროთ, როდესაც მითხრეთ, რომ სამ სიტყვას შეუძლია ტრანსფორმაცია და ფსიქოთერაპია, მაშინ როდესაც დისერტაციას ვიცავ და მგონია, რომ რაღაც ძალიან კომპლექსური და ძალიან მძიმე და სტრუქტურირებული უნდა იყოს. გულთან ხელი მიიტანეთ და თქვენთვის ჩურჩულით გაიმეორეთ ის ფრაზები, რასაც მოისმენთ. გულიდან გაიმეორეთ და არა გონებიდან. შეგვიძლია ერთად გავიმეოროთ ხმამაღლა ან ნახევრად ხმამაღლა. მე ვეუბნები ის იმას, რაც იყო. მე ვეუბნები ის ჩემს წარსულს, იმას, რასაც ვეღარ შევცვლი, ჩემს ტკივილებს. მე ვეუბნები ის ჩემს მშობლებს. ზუსტად ისეც, როგორებიც არიან. ვეუბნები ის ჩემს ოჯახს, ჩემს ფესვებს, ჩემს წინაპრებს. მე ვეუბნები ის საკუთარ თავს, ზუსტად ისეც, როგორიც ვარ. როდესაც ამ სიტყვას გულიდან ვამბობ, საკმაოდ ტკინული პროცესია, კარგი არ ვაღტირილი არ დავიწყე, ესე იგი რაღაცები დამიმუშავებია. თითქოს ერთ შეხედვით მარტივი ფრაზებია, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს რაღაც გულის რაღაც ნაწილში ძალიან ხელშესახები, ეს მოჭიდების ზალა აქვს დიდი და მარტივად სათქმელი ერთ შეხედვით საკმაოდ რთული და ემოციური პროცესია ხოლმე. როგორც ბერტ ჰელინგერი ამბობდა, დიახ ნიშნავს მიიღო რეალობა ისეთი, როგორიც არის, რაც არ უნდა რთული იყოს ეს. სიყვარულით, განსჯის და რეალობის შეცვლის განზრახვის გარეშე. აი ეს არის საკმაოდ რთული. გაგიზიარებთ ერთ საიდუმლოს ჩემი თერაპიული პროცესიდან, დღემდე ალბათ კიდევ 2 წელი დამჭირდება, რომ ეს ვისწავლო. ყველაზე რთული არის უთხრა დიახ ცხოვრებას. ყველაზე რთულია. ახლაც ამას ვსწავლობ. მეორე კლასში ვარ ფაქტობრივად. ცხოვრებას, როდესაც ვეუბნებით დიახს, ის ითხოვს ჩვენგან 100%-იან ტოტალურ დიახს. ანუ საგამოცდო ტესტებში ხო არის დიახ პასუხი კი, არა და ნაწილობრივ. აქ ნაწილობრივ არ არის. ან ეუბნები 100%-ით დიახს, ყველაფერს თავისი, ცხოვრებაში ხო კარგი რაღაცებიც ხდება, ის მოგწონს ხოლმე და ვეუბნებით დიახს. მაგრამ ცხოვრება ამბობს, რომ იქ არასასურველ საჩუქრებსაც რომ გვიგზავნის, იმაზეც უნდა დიახ შესაბამისად. ერთი პაკეტია მოკლედ, კარგი და ცუდის. ან ეუბნები ტოტალურად 100%-ით დიახს, ან აიცი რა ეს ამაზე დიახ, ამაზე არა, გეუბნება რომ ეგ ნიშნავს არას. ეს საკმაოდ რთული პროცესია. შუალედური პასუხი არ არსებობს და საკმაოდ დიდი გამბედაობაა საჭირო რომ ადგე და ერთი დიდი ტოტალური და უპირობო დიახ უთხრა ცხოვრებას. თავისი სიურპრიზებით, ზოგჯერ პოზიტიური, ზოგჯერ არაპოზიტიური, ნეგატიური სიურპრიზებით. ვამბობ ხოლმე ხშირად ტრენინგებზე ცხოვრება მშვენიერია და მე ბრჭყალებს ვაყოლებ თითებით, რომ მოვნიშნო ზოგჯერ როგორი უცნაურია ხოლმე ის სიურპრიზები, რომელსაც unboxing-ს რომ გავაკეთებთ განყუთვას, აღმოვაჩენთ ხოლმე. ფაქტობრივად ამ გამბედაობას ჭირდება მუშაობა საკუთარ თავზე, იმიტომ რომ უნდა იყოს გულწრფელი, სხვა შემთხვევაში არ მუშაობს ჩვენი დიახ. და უფრო უარესაც გეტყვით, როდესაც გულწრფელი არ არის და თავს ვიტყუებ, რომ კი, დიახ, მე დიახს ვეუბნები იმას, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ცუდი თუ კარგი, როგორც კი მე ვიტესტებით ხოლმე და
გვტესტავს და გვიგზავნის რაღაც კონკრეტულ ხიარულებას ბჭყალებში, რომ გაიგოს, შენი დიახ ნამდვილია თუ არა, ამიტომ აღარ ვიტყუებ თავს, ამ როცა გრძნობ ვამბობ დიახს, როცა არ არის. ხანდახან ეს გავს ხოლმე ეს ტანგოს ცეკვას ვინც სწავლობთ, როდესმე თუ გისწავლიათ, ცხოვრება ჩაგაჭერს კარგად ფეხს. არა იმიტომ რომ გატკინოს ან დაგაზიანოს, უბრალოდ იმისთვის რომ ბოლოს და ბოლოს ისწავლო ცეკვა ცხოვრების რიტმში, მასთან ერთად ჰარმონიაში. მხოლოდ ეს აქვს მიზანი. Ну, რა თქმა უნდა, ჩაჭერა რთულია. არ არის სასიამოვნო პროცესი, მტკივნეულია. თუ გავითვალისწინებთ, რომ შედეგია ტანგოს სწავლა, მაშინ შეიძლება ამათ ღირდეს. ცხოვრება მოქსოვილია ორი ძაფით, ერთი ეს არის სიამოვნების ძაფი, მეორე ტკივილის ძაფი და თუ ვამბობთ არა ტოტალურ დიახს და ნაწილობრივ დიახს და ნაწილობრივ არეს, ფაქტობრივად წარმოიდგინეთ ნაქსოვს აცლით ტკივილის ძაფს. თლიანი ნაქსოვი იშლება. თლიანი ნაქსოვი ხელში გვერღვევა, იმიტომ რომ შეუძლებელია ორი ფერით არის მოქსოვილი ეს ქსოვილი. დიახ არ ნიშნავს დანებებას. დიახ ნიშნავს, რომ ბრუნდებით რეალობაში, ვიღებთ რეალობას ისეც, როგორიც არის, რაც არ უნდა სასტიკი და დაუნდობელი იყოს ის. ამით ჩვენ წარსულს ვევცვლით. უბრალოდ ინტეგრაციას ვაკეთებთ და წარსული ხდება ჩვენი უნიკალური ბიოგრაფია. რომელმაც გაგვხადა ისეთი, როგორიც აქ ვართ, დღეს ვინც მობრძანდით ამ ღონისძიებაზე, ხომ? რომ არა ეს გამოცდილებები, ალბათ სადღაც სხვაგან ვიქნებოდით, სხვა რეალობაში, სხვა პიროვნება, სხვა გამოცდილებებით და მიზნებით თუ, რა ვიცი, ოცნებებით. პირველი სიტყვა არის დიახ, ნიშნავს იმას, რომ აქედან იწყება პირველი ნაბიჯი გონებიდან გულისკენ, ანუ მოძრაობის დაწყება ხდება ამ სიტყვით, როდესაც გულწრფელად ვამბობთ დიახ. მეორე სიტყვა არის გთხოვ. ეს სიტყვა გვაბრუნებს არა რეალობაში, როგორც პირველი სიტყვა, არამედ გვაბრუნებს ადამიანობაში. აი, როდესაც ამ სიტყვას გულწრფელად ვამბობთ, გთხოვ, ოღონდ არაფერს არ ვამატებთ. უბრალოდ ერთ სიტყვას ვამბობთ გულწრფელად, ავტომატურად ირთვება ის, რისიც ყველას გვეშინია. მოწყვლადობა. გთხოვ ნიშნავს, რომ ვამბობთ, მე ჭირდება კონტაქტი, მე მიჭირს მარტო ყოფნა და მზად ვარ, რომ ურთიერთობაში შევიდე. Ну, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის თქმაც ძალიან მიჭირდა. ჩემი თერაპიული 6 წლიანი პრაქტიკის ფარგლებში ალბათ მივხვდით რატომ. იმიტომ რომ ვიზრდებოდი შემდეგი პრინციპით, რომ შენი თავის იმედი უნდა გქონდეს მხოლოდ. არ უნდა გჭირდებოდეს ვინმეს დახმარება. შენ მხოლოდ შენი თავი გყავს ამისთვის. რაც არ უნდა მოხდეს, უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ დამოუკიდებლად გაართვა თავი და ბუნებრივია ხა ითხოვო დახმარება, ну ძალიან დიდი სისუსტეა ხა მე ფსიქოლოგი ვარ და როგორ შეიძლება ვითხოვო დახმარება. დახმარების თხოვნა სიტყვა გთხოვ ფაქტობრივად აშენებს ხიდს ადამიანების გულებს შორის. ჩვენ უახლოვდებით ერთმანეთს არა მარტო გაცემით, არამედ ერთმანეთისთვის გაცემის უფლების მიცემით. ვაძლევთ სხვა ადამიანებს საშუალებას, რომ მათაც გასცენ ჩვენთვის და ჩვენც გავცეთ მათთვის. ანუ აი ამ გაცვლაში ვერთვებით. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ არ ვითხოვთ დახმარებას და უარს ვამბობთ კავშირზე, რასაც ამ სიტყვით ვაღწევთ, ბუნების კანონს ვარღვევთ, იმიტომ რომ ბუნების კანონი ადამიანების სოციალური არსებები ვართ. ჩვენ გვჭირდება ადამიანები ურთიერთობაში. მოდით მოვცადოთ ამ სიტყვის ფსიქოენერგეტიკა ცოტა ხნით, უბრალოდ პატარა მოგზაურობაში რაღაცა ძალიან ინტელექტუალური რო არ გამოგვივიდეს გამოსვლა, მოხუჭეთ თვალები, მათ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და თხოვნი ჟესტით, ხელებით ოდნავ ამ მდგომარეობაში ორივე ხელით, მოხუჭული თვალებით, შიგნით შეიხედეთ, ცოტა ხანს შიგნით სტუმრად საკუთარ თავში გეპატიჟებით. ხელების ჟესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განსხევლება ამ სიტყვის ვიგრძნოთ ოდნავ წინ გამოშვერილი ხელებით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ დგანან თქვენთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანები. პირველი ეს არიან თქვენი მშობლები. მათ ზურგს უკან, მათ უკან არიან თქვენი წინაპრები. შემდეგ თქვენი პარტნიორი და თქვენი შვილები.
შეხედეთ მათ მზერას, როგორ გიძქერენ, როგორ გამოიყურებიან. და ამ ჟესტით, ოდნავ წინ გამოშვერიცით, ოდნავ კიდევ წინ გამოცემთ ეს ხელები, რომ იგრძნოთ ამ სიტყვის ძალა და ფსიქოენერგეტიკა. არაფერი დაამატოთ ამ სიტყვას დამატება არ ჭირდება, უბრალოდ გულიდან ჩუმად ან ოდნავ მოჩურჩულე ხმით, უთხარით სამჯერ გთხოვ. როდესაც გზად იქნებით, გაახილეთ თვალები და ის სივრცე, სადაც იყავით, სადაც გამომყევით ამ მოგზაურობაში, ეს არის ერთადერთი სივრცე, სადაც გეგმაღლობა, ამპარტავნება რბილდება, დისტანცია მცირდება და ადამიანების გულები ძალიან ახლოს მიდიან ერთმანეთთან. იწყება მოწყვლადობის მთავარი სიმპტომების გამოვლენა, წრემლები, გულის აჩქარება, სენსიტიურობა და ავტომატურად გვერდება ის, რაც გვასწავლეს. ეს სისუსტეა. ეს სისუსტეა. მაშინ, როდესაც მოწყვლადობა ალბათ ყველაზე დიდი სიძლიერია, რაც კი ადამიანის ბუნებაში არსებობს. მესამე სიტყვა არის მადლობა. ჰელინგერი ამბობს, რომ ყველა მოძრაობა საჭიროა ღირსეულად დასრულდეს. მადლობა ნიშნავს, რომ ვაფასებთ იმ გზას, რაც გამოვიარეთ, ანუ იმ წარსულს, ტკივილებს, წარუმატებლობებს და ასე შემდეგ. ვაფასებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც კარგად ან ცუდად წვლილი შეიტანეს ჩვენს განვითარებაში და ვაგრძელებთ მადლიერებით გზას. მადლობის თქვაც ჩემთვის იყო საკმაოდ რთული. ამაშიც ერთი 10 ფსიქოთერაპიული სეანსი დამჭირდა. იმიტომ რომ ძალიან მარტივია თქვა მადლიერი იყო და თქვა მადლობა სიხარულისთვის, მადლობა წარმატებისთვის. ბევრად რთულია თქვა მადლობა ტკივილისთვის. დღეს ჩემი ყოველდღიური ლექსიკონი შედგება სხვადასხვა მადლიერების ფრაზებისგან და ერთ-ერთი ფრაზა არის მადლობა უფალო რომ ტკივა. ესე იგი ცოცხალი ვარ. მადლობა ხსნის სულის ვიბრაციას და თუ დააკვირდებით რეალურ გულწრფელ გულიდან ამოსულ მადლობას, მიხვდებით, რომ რაღაცნაირად ადამიანის სახის ექსპრესიაც იცვლება. რაღაცა თვალებიდან ნაპერწკლები, გამონათებული სახე, როდესაც ეს მართლა გულწრფელი და ნამდვილია. ოღონდ ეს არ არის ჰოლივუდური მადლობა, ეს მადლობა დედას მადლობა. არა, ეს არ არის ჰოლივუდური მადლობა, ეს არის უბრალოდ ერთი სიტყვა დამატებების გარეშე, მაგრამ ნათქვამი გულიდან, განსხეულებული. მოდით მოვცადოთ ამ სიტყვის ფსიქოენერგეტიკაც. ისევ გეპატიშებით საკუთარ თავში სტუმრად. მოხუჭეთ თვალები, გულთან დაიდეთ ერთი ხელი. თავი ოდნავ მოხარეთ, იმიტომ რომ მადლიერებას უხდება თავმდაბლობა. წინ გახსოვთ, რომ არიან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები. თქვენი მშობლები, თქვენი წინაპრები მათ ზურგში. თქვენი პარტნიორი, თქვენი შვილები. ხმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. და ამ სივრცეში შიგნით საკუთარ თავში ყოველგვარი დამატებების გარეშე გულიდან უთხარით თქვენს წინ მდგომ ძვირფას ადამიანებს მადლობა. ახლა კი ხმამაღლა გაიმეორეთ ფრაზა. მადლიერებით ქეთს ვიხრი თქვენი ბედის წინაშე. როდესაც გზად იქნებით, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ აქ და ახლა. სამი სიტყვა, რომელიც კურნავს და რომელიც ცვლის ცხოვრებას, ეს არის დიახ, რომელიც გვაბრუნებს რეალობაში, რომელთანაც იწყება სიყვარულის, სიცოცხლის მოძრაობა. გთხოვ, რომელიც გვაბრუნებს ადამიანობაში, გვაკავშირებს გულებს ერთმანეთთან და მადლიერება, მადლობა, რომელიც გვეხმარება, რომ მადლობა უთხრათ იმას, რაც იყო და დიახ უთხრათ იმას, რაც იქნება. მადლობა ყველასგან გამომყევით.